დღეს ვიდეოში ნახავთ. მაგარი არაფერად არ ვარ. ოუ. ნეტო არ მიცდი შეერესტურში. ძალიან უხერხული მომენტია, საშინელებაა. даже ნახე არა, დიოს გადატანილი. ესეც რომ მომეწონოს არ მინდა, მინდა რომ არ მომეწონო. შეჩება რა კაი ბეჭედი გიკეთია. მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს მე და გუნდიშა ვართ ლაკოსტაში პიცერიაში, სადაც გავსინჯავთ პიცებს. მოგახსენებთ ჩვენს ობიექტურ აზრს და აგიხსნით, როგორი პიცები არსებობს ნეაპოლური პიცების გარდა. მე ლუდს გავსინჯავ, კიჩენ ბროს გქონია ლუდი არ ვიცოდი. ჩემი დანაშაულია, მაგრამ ცოტნე მაღაზია არის, ხო შემჯდარი არის ცოტა შემო. ცოტნე ვიცი რა არის შემჯდარი, მაგრამ ცოტნეს მოიწონებოდა ეს. კი. ბოლო დროს დავამოყავე ცოტა გაუფილტრავი ლუდები აქამდე სულ გაფილტრულს ვავდი ხოლმე და ძალიან დამევასა. უფრო მეტი არომატი აქვს ხოლმე იმებს. ეს გაფილტრული და ხო ჩვეულებრივი. ეს გაფილტრულია. ფერზეც იმას გავს გაუფილტრავს. გაუფილტრავს გავს. იმიტომ რომ მაინც ხორბალია და ხორბალ თავისებური. აი, ქილიდან თუ დალებთ, ვერაფერს ვერ გაიგებთ, რა ფერია? მეგობრებო, მოვიდა პიცა გოლოზა, რომელსაც საჩემო სახელი. გაუმაძღარი არის ქართულად. მოკლედ ორი ოდესი თუ თავსინე ხა ამ პიცის მთელ მუღამს რა. გვაქვს ნეაპოლური პიცა, ნეაპოლიტანური პიცა, რომელიც მაღალ ბორტიანია და არის რომაული სტილის პიცა, ესე რომაული სტილის პიცა, რომელსაც აქვს დაბალი ბორტი, გაშლილია და თხელი ცომია. ანუ ხალხო, იმას რო აწოდოთ, რომ ვინაც თუ არა პიცა უნდა იყოს დამწვარი და 455 გრადუსზე გამომცხარი, იმის გარდა არსებობს პიცა, რომელიც უნდა იყოს 350 გრადუსზე გამომცხარი და თხელი ესეთი გაშლილი ცომი. ანუ პიცა ესეც არის, რო ვიცოდეთ. მე დაგეთანხმებოდი რომ ვიცოდე მაგდენი, მაგრამ რო გავსინჯავ მე რეგეთ. დანარჩენი ნახოთ. ეს სპეციალურად კარგად არის გაკეთებული თუ რომ მოვა მაყურებელი ეს დახვდება მე. შეკ შევამჩნია შორიდან. აუ რაყელი დავკარგე. ის შეიძლება დანა ჩანგალი როგორც მადლობა. არა, ხელით მოვჭამო ყველა პონჩი, მაგრამ ეს არის. აი ისე რომ გადმოვიღოთ რომ არ დავკარგოთ ეს კარგი რაღაცები. ნეტო არ მიცდი შეერესტურში. ეს მიკროფონში მქონე სპეციალურად. კნატულა მიკროფონში ახლა ეს მაგიდაც მაგრახანა აქვს სხვა შორის, აია. უგანო, დაგვერძებ. თემის საფით გას და ყველა ჩვენ გვეუბნება. რას მიტყვით? ძალიან უხერხული მომენტია, საშინელებაა. ეს უბრალოდ დიდი ობიექტი იყო ჩვენთვის, ჩუმად ვიქნებოდი შევჭამთ რაღაც რო შეტყვას მიტყვით და მაგალითად ბოლომდე გაწევი და ჟეკიდან ხე არა დიოს გადატანილი, სუდი არა. მე გულწრფელად ვიქნები, შეხედავ ძალიან მშია და მომწონს. მეორე მესამეზე უფრო გულწრფელი ვიქნები დაწუნებული. ბუჯო გემრიელია, ძალიან კაი. ვერაფერს ვერ დავმერთი ცანცალს. სამს ფლიანს. რა თქმა უნდა. ამ პიცას მთავარი კიდე რა აქვს, იცი? სახელად. ესე უნდა იჭერდეს რა, ანუ არ უნდა ვარდებოდეს ესე რომ მოკეცავ. ცომი უნდა იყოს კარი, ესეთი ტიპი რა. თუ ეს ჩამოგივარდა, ესე ის პიცა არ ვარდა, ხალხო. და შეგიძლიათ რომ უბრალოდ ზაროს უთხრათ რომ გააგზავნეთ სწავლაშვილო და მე გამოვაცხო პიცა. თუ ჩამოვარდა, ფულს არ გადაგახტევინებენო ეგრე, ხო? ისა კიჩენ ბროსის გამოწერები აქ რომ მოვიდნენ კიჩენ ბროსი რო ახსენონ 20%-იან მასდაკლებას ხო გავაკეთებთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ კიჩენ ბროსის სახელი მომდარეთ აქ და 20%-იან მასდაკლებას მიიღეთ. თუ გუნდიშასაც თან დაურთავ შეიძლება 30-იც მოხდეს კარგს. ნახოთ. ეს თუ დამპატიჟებთ ვაფშე. ერთ პლუს ერთი აქცია ერთი. სწორი სახელი აქვს, მაგრამ გაუმაძღარი. მართლა ძალიან ბევრს შეჭამა. რაღაც გემრიელია, საკაიფო ბიჭია. ფერი ცომი რო აქვს, მაგრამ ადასწორებს. და მეგობრებო, რაღაც თქვა უნდა თქვათ დავახსენოთ, როგორც ყოველთვის სტანდარტულად გამოიწერეთ. სამარილის სახე, ესე ვიტყვი, კიჩენ ბროს სახე და ოქტოპუსის გამოწერობა გამოიწერეთ ორივე სახე. ოქტოპუსი უკვე ის არის, გამოწერილია ყველას თუ ეს. კარგადაა რა. და ოქტოპუსის გამოიწერეთ, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება გამო. და მნიშვნელოვანია ეგ გამოწერა რა, ჩვენთვის. თქვენთვის შეიძლება არაფერი, მაგრამ ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ხო ეგრეა. ვიცა. მაგრამ პიცა მოგივიდა დამაგემოვნე ეგეთ სახელით, რომელსაც იტალიურად ქვია გუსტოზა და რელიგიური დატვირთვის პიცა არისო, ეხლა გუნდიშა მახსენა, იმიტომ რომ ჯვარივით აქვს. ჯვარია გამოსახა. ჯვარია გამოსახა, გამოისახა მეგობრებო თავში, ჩვენ არ შევაშევართ. ესეც რომ მომეწონოს არ მინდა, მინდა რომ არ მომეწონოს. დავაი. რო თქვა, იმიტომ რომ მე რეიტყვიან რომ ყველაფერი მოწონს, მშიერი ვარ. მე მშიერი არ მოსულა, იმიტომ რომ ზოგადად რაღაცა შეაფასო ობიექტურად. მშიერი არ უნდა იყო. ეს რა არის? რა? ეს. ურატა. სულგუნ. უცარება. ქართულად რა ჯიგარ. ხოლოს მე ქულები დაუძუროთ. რომელი იქნება ფავორიტი ამ სამიდან, რომელიც რაც გავსინჯეთ ეგ. გავარკვიოთ. რა გინდა რა თქვა? შენ ეს
ჯობია. ცივი პიცა უფრო მომწონს ამ შენ. რა ვიცი, ხელია ესეც, რა ცოტა ცივი წააკ, მაგრამ ხელცივი. ო, ძალიან ეს. ძალიან კაი. ჩემი ეზრით მეგობრებო გადაცემა ჩავარდა, იმიტომ რომ ამ გადაცემას მიღამია რომ უნდა გავაკრიტიკოთ რაღაცა და დავიწუნოთ საბოლოო ჯამში ვერ ვიწუნოთ ვერაფერს. მაგარი გადაცემა არაფრად არ ვარ. კომპლექსური გემოებია, ყველაფერი გაქვს რა, ცინცხალი გემოები გაქვს, ციფრაში გაქვს, შოკოლა, პროშოტო თავისებური გემოს რა თქმა უნდა ცეცხლი, მაგრამ ყველაფერი გაქვს. შენ ახლა როგორც გამოცდილი მზარდი, პიცა და ლუდი ერთად კაია? კი. უხდება ზოგადად ერთმანეთს ერთად იმაშენ ხო? ვინოს უხდება? აი, ლუდი უფრო მომწონს ახლა მე მაგალითად და ხო, ვინოს უხდება და ვინოსთან ერთად გამოსინჯი, მაგრამ ლუდთან უფრო მომწონს. აქ მითხრას რომ სხვა შორის იტალიური ლუდი გვაქვს. რომელსაც არ ვაჩე შეგნებოდა, ჩემი ჯობია. შეიძლება რომ დამისხათ ის იტალიური ლუდი და შევადარო. ეს არის იტალიური ლუდი. ხოდა ეხლა kitchen process ლუდს უნდა დავაჯახოთ და ნახოთ, ამდენად ეს ცოტა იმასწავლა. რა. ბეჭდით? ხო. მე არ მოხდა. ერთხელ მოვიდა შეჩება რა კაი ბეჭედი გიკეთია. 13 ვაჩუქე და ეგრევე გამოყენება მოუზებნა. ჩავყავხედე ხო? დაიწყო ეგრევე ლუდის გახსნა. აი ეს შენი ლუდი გულწრფელად რა თქმა მომეწონა. საკაიფრო. იმის ახლა ჩემი ის არ არის. რაც მე მევასება ზოგადად. მაგ სტილში არ არის. მეც მომეწონა. აბა ნახოთ ეცა იქნება. პიცას ეს უფრო მოუხდა, იმიტომ რომ უფრო ლაითია და რაღაც უფრო გემრიელად წავიდა. ეს ცოტა უფრო გაზიანია. ნუ ეს კაი. ზოგადად ლუდზე ცუდი არ ითქმება, ხო იცი? არ შეიძლება. ცოდვა. ცოდვა. ჩიჩიებიანი პიცა გავსინჯოთ ახლა. მე ვიდა ჩიჩიებიანი. რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო მეორე ნახევართან ერთად, ხო? კი, ამორე. ერთა გასინჯო ჯამახო მეორე ნახევართან ერთად, ამორე. ჩვენ მეორე ნახევარების სახში იცონება, დავადი ჩვენ გავსინჯოთ ჩვენ. ჩვენ შევაფასოთ ახლა და მე მეორე ნახევართან ერთად მოვიდეთ და მე შემოგთავაზე დასაწყისში რომ მაგიდან სხვანაირად უნდა ყოფილიყო და უფრო მოუხდებოდა. აუ, კი. შეგვიძლია. ოუ. ეს კაი კადრი იქნება. გავარდება. აბა სათამდე გაიშვებს. ამის ის ხო არის ჩემპიონატი რაღაც ყველის გაწევის და რომ მიიღოთ მონაწილეობა მინდა? გინესის რეკორდებში შეგვიძლია. ეს ნახე რა ზურს. მე ვერა. აბა აი ნახე. უყურე. ობიექტურად თუ ეს გემრიელი პიცა, უბრალოდ ეხას ობიექტურზე გადავალ მე ვერა. მე არ მიყვარს ზეთისხილები პიცას. სუბიექტური აზრია ჩემთვის, მაგრამ ხო რა, ვისაც უყვარს პიცაზე ზეთისხილი, ოკეია, მე დავიწუნე. მე მიყვარს ზეთისხილები პიცაზე, მაგრამ იმიტომ რომ გემოებს მიბლოკავს რა. აი რაღაცა იმდენად მლაშე და მარილიანია ზეთისხილი რა, მაინც გიდარდა. რო აი ყველსაც, ზეხვსაც და ასე შემდეგ რაღაცა ზემოდაკიდებ, მაგას თითქმის რეცეპტორებზე სულ ბლოკავს რა. და მარტო ზეთისხილის გემო ხდება ბოლოში. ვინც მოყვარულია, კი ბატონო. მე მივასწავლე ზეთისხილები პიცაზე, ჩემი ადგილი ხდება, მაგრამ წინა პიცა მაინც ჯერჯერობით ფავორიტად რჩება. და ის დამაგემოვნე. თუმცა გემრიელია რამდენიც. არა, კაი ეს, მაგრამ მეგობრებო, მოვიდა ჩვენთან ახლა ვეგეტარიანული პიცა. მე რასაც ხედავ, არტიშოკი აქვს, ყაბაყი აქვს, პომიდორი აქვს, არაერთი სახეობის. ცომი. მათ შორის ცომი არის, ყველი არის, კაი არის. სოკო. დანარჩენი. მე ერთად ვიცნობ გეტყვით ეს და ბადრიჯანია, თუ რა არის? ხო, და ბადრიჯანია. მაცივაში რაც გქონდათ ყველაფერი ჩავყარეთ. ის ძალიან რომელიც ყველი გაიწევა ამორესი? ხო, ამას. არა ბიჭო, ეს რო ეგეთია, ნახე. ერთი ყველია მაგით. ხო. სულ ერთი ყველია ყავდა. მე როგორც ხორცისტი, პირდაპირ ვამბობ, ბოსტნოვის პიცა, და ეს რაც გავცინჯე, ეხლა არის ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი, მართლა. რა გაიგო? ჩიჩიებიანი. მე ჩიჩიებიანი მან მომწონს მაინც. ამაზე რა ჩიჩიებიც მოვაყაროთ ოღონდ მაგარი. აი ჩიჩიებს თუ მოაყრიო, აშუს მაიქნება მაგრამ. მაგათ მეგობრებო, ვეგეტარიანები ვინც ხართ, შეგდათ მობრძანდეთ და ჭამოთ. ვეგანები ვინც ხართ, შეგდათ მოხვიდეთ და ჭამოთ. ოღონდ ყველის ჭამა მოგიწევთ და მაინც ვეგეტარიანები გახდებით საბოლოოში. მოდი დავუწეროთ ქულები. ნავე, დავუწერო. პირველი პიცა. პირველი პიცა იყო ჩემი შეფასებით ძალიან გემრიელი და კარგი. და რამდენი იყო 10-დან? 1-8 ალბათ. ვაუ, ოკეი. მეც მოყოლე მაგაში. მეორე ყველაზე კარგი იყო ჩემი აზრით, რაც გავსინჯე და რავი ალბათ 10-დან არ არსებობს ეგრე მიძახით ზოგადად, მაგრამ 9 იყოს რა. ის უნდა ძალიან კაი იყო. 10-დან არ არსებობს. დამაგემოვნე, როგორ არის ისე მოსახელი? გუსტოზა. გუსტოზა. მეორე ხო ეგ იყო? გუსტოზა. მე ქართულად დავიმახსოვრე, იმას ვერ დავიმახსოვრე მაინც. სანამ მახსოვს გუსტოზა. ხო, ეგ იყო ყველაზე კაი, რა ვიცი 9 ალბათ რა.
მოდი მაგას 9.5-ზე დავუწყო. 9.5-ის და როლი თქვენი ხუთი განვითარებისთვის რომ იყო 10 ჩემი რამების. იყო 10. იმიტომ რომ ძალიან მომიწ, მართლა ძალიან მომიწ, ძალიან ძერს. მე მოყოლი მაგაში ამორე იყო მე ხო? თუ ამორე იყო მე ხო და ხო არა გვერდია ჩვენ რაოდენობაში. 4 ჯამი. 4 ჯამი. ხო. ამორე მესამე იყო ამორე ხო? ხო. ამორეს რა მე დავუწერდი 7-ს. მე არ დავუწერ. არა, სუდი არ იყო. სუდი არის, გემრიელი. გემრიელი. მაგრამ პროსტა აი რა იცი? იმეებთან შედარებით რაც გავსინჯე, აი არა ალბათ არ მომინდება იმის რა. ის ძალიან კაი იყო. მე მახარებს ის ფაქტი რომ მოვედი დასაწუნებლად და ერთი მაინც დავიწუნა. 4-დან 1 რო დავიწუნე ეს ბევრს ნიშნავს უკვე. ხო ეგრე. всё, ანუ კონტენტი შეგვეწო. მე რო არ დამეწუნებინა ხა რაღაცა. რო არც არ გაუშვებდი ამ რაღაცების შანსი. კაი ეხა რამდენი გადაგიხადეს ეგ თქვი ეხა და არაფერი არ მიხდიან არაფერს მართლა გამოეწერეთ არხი იმისთვის რომ ვიღაცა მაინც გადაიხადოს მართლა მე იქნება რაღაც მეც მეშველოს და გუნდიშას დაშველოს თავის ამბავში და გუნდიშას არხის სადაც არის წარმოდგენა და ხოლმე სამამდე გამოწერეთ და ოქტოპუსში სამანაძეც ხო იქ ვარ ოქტოპუსი ვარ თმაინც ჯერ ოქტოპუსები ხავარი ოქტოპუსები ვარ უფრო ამაზე არ დაგვიწერია ხო თქვა ამაზე შენ დაწერე აი ამაზე რა ჩეჩიების გარეშე მართლა გულსვათ ვიძახი მომეწონა და 10-დან 9-ს დავუწერდი მართლა ეგრე ძალიან გაგისწორდა 10-დან 9-ს დავუწერდი იმიტომ რომ როგორც აი ყველაზე მეტად გამისწორდა რომ არტიშოკი აქვს რაც პირდაპირ გეუბნება რომ მოდი რა შემჭამე ყველის გაწევლის ჩემპიონატი გააკეთეთ პიცერია მაგინა ერთმანეთს შეიძლება მაგარი იქნება მოდი ჩელენჯი გავაკეთოთ მე გავაკეთებ ჩელენჯს 100.000-ს გამომწერზე ყველს გავაწერნებ პიცერიებს როგორ გავაწერინე პიცერიებს არ გაჭირებს კაია ავეც